საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უმრავლესობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებაა, რაც მათი აზრით სიებში უზუსტობების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს მეტისმეტად დიდ თანხებს უკავშირდება და ამიტომ მსგავსი ცვლილების განხორციელებას ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. მართველი გუნდი ჯერჯერობით ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებზე ასახელებს ძალიან მაღალ თანხას, რაც არის აუცილებელი წელიწადნახევარში გაცემას და ასახელებს ძალიან დაბალ ციფრს, რის იმოსრება წელიწადნახევარში შეიძლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემა არის არა დრო და ფინანსები, არამედ პოლიტიკური ნება. თუ იქნება პოლიტიკური ნება, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მოესწრება. მთავარია ეს პოლიტიკური ნება მართლ გუნდში გაჩნდეს. ხელისუფლებას თხოვეთ და ხელისუფლებამ დაივალა, რომ უახლოეს 2 დღეში უნდა წარმოადგინოს წერილობითი კალკულაცია მათ მიერ დათვლილი ხარჯების ახალი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე ეს ერთი და მეორე ხელისუფლებამ 28 თებერვლამდე წერილობით უნდა წარმოადგინოს თავისი პოზიცია ყველა სხვა საკითხზე. ჩვენ ვთქვით ის ვადები და ის თანხები, რაც სამოქალაქო რეესტრში ჭირდება იმისთვის, რომ კლიანად 3.5 ამომრჩეველი ასე ვთქვათ ახალი პირადობის მოწმობების აღჭურვოს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ხაზი გავუსვით ამასაც, რომ რეალურად შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობების, ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ეს არის მთავარი და აქედან გამომდინარე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენ ოპონენტებს, რომ სიებთან დაკავშირებით მუშაობის ახალი მეთოდი შევიმუშაოთ იმისთვის, რომ სიებში არ იყოს პრობლემა.